შიში მოხსენით. პირველ დღეს როგორც მოიქცევით, ბოლომდე გაყვებათ ეს ჩვევა. იცოდეთ, არაფერი საშიში არ არის, უბრალოდ აქ გეცოდინება წესები, რომ დილადენი არ უნდა მიხიდე, თარიანამიჩი არ უნდა გასინჯო, წვიმაში არ უნდა გასინჯო. ნუ მიხვალ იმ დროს და არაფერს არ გიზარს, კაცო. იმას ისედაც გული წუხდება ფუტკარს, წვიმა და გარეთ არ მიდიხარ და არ გამოდის და თქვენ მიხვდეთ და ხელებით ამოდიალებ და ნერვებს უშლით, ხო? ამიტომ გაჩერდით რა, დაელოდეთ 11 საათზე 10 საათიდან 2 საათთან 3 საათთან სულ ყველაფერი შვიდობრივად გასულია ფუტკარის საშუალზე ძიძა ფუტკრები და სკაში არსებული ფუტკრები არ ინესტრებიან, არ არიან აგრესიულები, იმათ თავიანთი მოვალეობა აქვს და იმას ასრულებენ პირნათლად და თქვენ მაგალითად სულ თავისუფლად შეგიძლიათ იმუშაოთ. ღამე არ უნდა მიხვიდეთ საფუტკრეში ფუტკართან იმუშავოთ, ღამე ფუტკარი არ ხედავს. ყველას რო გონია რომ ფუტკარი ღამეც იხედება, დღისით ხაც იხედება და რაღაცა 5 თვალი აქვს, ეგეთი რამეები ტყუილია. 5 თვალი აქვს, მაგრამ 2 თვალით ახედავს და 3 თვალი რომელიც არის, ეგ არის დილის ულტრაისფერი სხივები რო ამოდის არა, დილ ადრიანად რო ამოდის. აფრფერს ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ იმათ 55-ჯერ ზოდის ეს 160-ჯერ მეტი მხედველობა აქვს ფუტკარს გამიგეთ, აღიქვავენ ამ ულტრაისფერ სხივებს და აქ ნერვული ჭირებით აღვიძებენ ამ რთულ თვალებს, რომ უკვე გათენდა რა და მუშაობისათვის მოვემზადოთ. აი ესა მე მაგ თვალს მაღვიძარა თვალები უწოდე. ლიტერატურაში ესე არ არის მოხსენებული. ყველა ლიტერატურაში წერია 3 მარტივი თვალი, 2 რთული თვალი. მარტივი თვალით ვერაფერს ვერ ხედავს ფუტკარი. მხოლოდ და მხოლოდ აღიქვავს ულტრაისფერს, რითაც აღვიძებს ამ რთულ თვალებს და ფუტკრებს აძლევს საშუალებას, რომ გარეთ გამოვიდეს და იფრინოს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზუსტად აი ამიტომაც არის, რომ ჩვენ მეუბნებით მეფუტკრეობის შემსწავლელ კურსებზე ყველას საღამოს ფუტკართან არ იმუშაო. რატო არ იმუშაო? იმიტომ რომ როდესაც მუშაობ ფუტკრების შეგახორციელებათ ტანზე, მაშინ ვერაფერს ვეღარ ხედავენ, იმიტომ რომ ულტრაისფერის სხივებს გამოფრქვას უკვე ადგილი არ აქვს, გაიგეთ და ამიტომ მას აფრენ არ შეიძლება. ძალაუნებრივ შენ ხელით ჩამოიწმინდო, გამიგეთ, რომ ჩამოიწმინდო დაცვიდვება ბალანსზე. ისინი ხო ვეღარ ხედავენ, არა? ამიტომ საქმეა იხოცებიან ეს ფუტკრები. ყველა ნათქვამი სიტყვა პრაქტიკულად დადასტურებულია, აპრობირებულია, რომ ესე უნდა მოვიქცეთ და დაგვიჯერეთ და თვით შემოქმედებას თავი დაანებეთ. ჯობია რომ შეეკითხო ერთი რაღაცა, თუნდაც უმნიშვნელო შეკითხვა იყოს. ფუტკარი რამდენადაც პატარა არის, აი ამ პატარა შეცდომას ვევიტანს, გაიგეთ და დიდი ზარალი მოსცეს ხოლმე. ამიტომ ჯობია რომ თქვენ მაგალითად შეეკითხო სპეციალისტს და არ უნდა შეგეშინდეს ამისი, რომ შრომა უნდა ყველაფერს, ისე არ არის რა, ისე არ უნდა შენ ახლა რა ტვირთავს ხო თან არ წაიყვან სადღაც, შენ უნდა შენახარ ტვირთავი, შენ უნდა დატვირთო, შენ უნდა ჩამოტვირთო, მაგრამ მართლის გაყრა რო არის, ეგეც სასწავლებელია, ყველაფერს სასწავლებელია და არ მოერიდეთ შრომას. დამლაგებელიც ვარ, მენაგვეც ვარ და ყველაფერი ვარ ჩემს საფუტკრეში. აბა ეხლა მაგის ხო სპეციალ კაცს არ მოიყვანა რა. ამიტომ ყველაფერში უნდა იყოთ მზად, იმიტომ რომ ყველანაირი სამშობლო შესრულება მოგიხდებათ, მაგრამ ყველაფერი არის ძალიან სახალისო. თვით შენ თვითონ საფუტკრეს გადახედავ და ლამაზად რო აწყვიესები, ლამაზად არის შეღებილი. ვიღაცა შემიკითხა აქ თუ წინას ჯგუფში არის რა ფერი ჯობიაო? რა თქმა უნდა, ყვითელი ჯობია. აი საგზაო ოსტატებს რატომაც ვიათ ყვითელი ისინი, სიბნელეში კარგად აჩანენ. შენ არ გეგონოს საფუტკრეში ღამე არ მოგვიწევ ჩასვლა საფუტკრეში და ვიღაცა რომ გამოყვესთან ის ხელადაში დაგინახავს, რომ შენ სადა ხარ. აი მაგალითად წითელ ნატურას ფუტკარი ვერ ხედავს. მე საფუტკრეში მე ძალიან დატვირთული ვარ სულ და აქედან რომ ჩავდივარ ღამით დავდივარ რა. ვანში რომ ჩავდი, მე ვანში მყავს ფუტკარი და როცა შხამზე ვუშაობდი, მე საფუტკრეში წითელი ნატურები მქონდა ანთებული. რატომ წითელი ნატურა? წითელი ნატურა ულტრაისფერ სხივებს არ გამოყოფს, გამიგეთ. აი პომადა რო წაუსვა, ის გამოყოფს, იმიტომ რომ პომადა არის საღებავი და იმას მოგიშლის მინაზე წაცხელოს და იქიდან და ულტრაისფერ სხივებს გაიგებს, აი როგორც ნატურაზე ფუტკარი სუაკატრიალებს ხოლმე. ღამე არ ქონია ფუტკართან ურთიერთობა ვინმეს, რომ საფუტკრეში ოჯახში შემოსულა. ამიტომ საფუტკრეში წითელი ნატურა რომ აქვს მე ანთებული ფოტოგრაფის მხოლოდ
ის ნატურა მე ღამე რო ჩავდივა დაღლიბა ან ჩარჩოვებდა ჩასალაგები ჩავდგა ან სასნას დავადგა რომ ყველაფერი უნდა მოვჭერო დილით უნდა წამოვიდე ან მეორე დღეს უნდა მოვასრო ეგეც იცოდეთ ეს სოდნისთვის გეუნებით თორე იმიტომ კი არ გეუნებით წადი ეხლა ვიდრე წითელი ნატურა ანტემეთკი წითელი ნატურა მაინც აქვს გქონდეს იქნება თქვენ რომელიმე თქვენთაგანი შხამზე დახელოვნდება რომ შხამი აიღოს ფუტკრისაგან შხამი უსათოდ შუაღამისას უნდა აიღოთ გამიგეთ და გათენებამდე უნდა დააბინაოთ კიდევაც თქვენ ფუტკრთან შეხება არ აქვს გაიგეთ იმიტომ რომ ის აგრესია აქვს შხამი დაასხას იმ აპარატზე რომელიც ჩაგმული გაქვს მაგრამ თქვენს მიმართ არ იქნება ვერ გამოპრინდება და როგორ დაგაჯდება ხო სწორია ან ჩაცმულიც ახლა და ისეთი ჩასაცმელი გაქვს რომ იმაზე ახლა ჩაცმულობაზე გეტყვით მე ჩაცმულობისთვის უნდა იყიდოთ სხვადასხვა დასაცმელები იყიდება ყველა მაღაზიაში რომ შეხვდათ ყველანი შემოგთავაზებენ აი ნახე როგორი კარგია ფუძე და ესეც არის ნაჭრისებული არაფერი არ იყიდოთ მე ყველაფერი გამოცილი მაქვს ხალხმა და დამიჯერეთ მე რასაც გეტყვით რა იყიდეთ ვეტრად აი ველოსიპედისტებს რო აწვევთ ხელი შრიალა რო არის აი რო ჩაგაჯინონ სკაში აი ესე ერთი ცალი ფუტკარი არ დაგაჯდებათ ქვედა გეცვა შარვალი რაზე ლაპარაკი ზედა კიდე როცა უშუალო ფუტკართან მიდიხარ ჩაიცვით ისა არც ერთი ცალი ფუტკარი არ დაგაჯდებათ არც ერთი ცალი აი არ შეუძლია ისეთი ცოვარ ბოჭკოებს იქ რომ იქ ვერადაც და არ ვიცი იქამდეც არ მოსულა ფუტკარი რომ ვიფიქრო რომ ბოჭკოებისა შეეშინდა მეთქი არ ეკარება და ამიტომ აი მეორადი მაღაზიები რომ არის წერეთელზე ხო ნახეთ ეს მეორადი აი იქ უნდა მიხვიდეთ და იქით ვეტრავი ეხო არა ან შრიალა ან და მოგიტანთ მე აქ შემდგომეცენებას გაშვენეთ იმ მასალას და იყიდეთ ეგა 7 ლარი 10 ლარი 12 ლარი სამაგეროდ ძალიან დაცული იქნება ამიტომ ესე ამ ჩასასვლელსაც მნიშვნელობა აქვს რა ფუტკრის თაფლს სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ იმიტომ რომ იგი სიცოცხლის გამახაგრძლებელია ჯანმრთელობის შემანარჩუნებელია ძველი ფილოსოფოსები რომლებიც იყვნენ ცნობილები და თვითონ თუნდაც ჰიპოკრატე რომელიც ექიმი იყო და ყველანი თავის მემუარებში წერენ რომ 100 წელს იმიტომ გადავაცილებს თუ მე ფუტკრის პროდუქტების სარგებლობიო ამიტომ იცოდეთ რომ თაფლი ეს არის ყველაზე მაღალი კვებითი ღირებულების და სამკურნალო თვისების პროდუქტი მარტო არ არის თაფლი რა მე წეგან ესე დავიწყე რომ ფუტკარი მეფუტკრობა ასოცირებულია მეთქი მეფუტკრისა თაფლთან მაგრამ თაფლის გარდა მეცნიერებამ უკვე მიკროსკოპი გამოიგონა და თუნდაც აი რძე ისტორიისათვის გუშინდელი დღეა კი ვიცოდით რომ რძე იყო მაგრამ ძის მოგროვება ხალხმა არ იცოდა ფუტკრის ძის გავიგე და 1960 წლიდან დაიწყო ამ რძის აღება ხალხმა არაჩვეულებრივი მდიდარი ის არის საკვებია ბატყისთვის მაგრამ ადამიანისათვის მისი მიღება აძლევს ძალიან დიდ ენერგიას არის ძალიან ორგანიზმის რეზისტენტობის ამწევი აი მეძუძურე ქალებისათვის მაგალითად ზეში უარდება ან და ქალი რომელიც მაგალითად არ ორსულდება და რაღაცა ხელი შემშლელი მიზეზები აქვს ამ ძის მიღებით ჩქარდება ეს პროცესები და ხდება ნაყოფის მომცემი გამიგეთ აი ყველა პროდუქტი რომელიც არ უნდა იყოს არა მეფუტკრობის ყველა არის ჯანმრთელობისა გამკაშებელი და ბევრი დაავადების სამკურნალო პირველი დამუშავება თავის სიცოცხლეში რაც იმუშავა იმაზე მუშაობს ფუტკარი თავის თაობას ღირსეული საკვები დაუხედოს გაიგე განთავისუფლოს მინარევებისაგან რომ სუფთა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოუმზადოს თავის თაობას გამიგე და ამაზე ხარჯავს დიდ ენერგიას ამიტომაც არის რომ ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის ენერგიის ხარჯვაზე ფუტკარი გაზაფხულზე თვეზე თვენახევარზე მეც იმიტომ ვერ ცოცხლობს რომ ის ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს აი ამ საკითხების მოგვარებაში გამიგეთ და აი მაგრამ აი დედა ფუტკარი ამხელა არის დიდია მეორე ლექციაზე ვიტყვი ამერს ყველაფერს მაგრამ მაინც ახლა მიმუსადაგე რა დედა ფუტკარი დიდია თან 4 წელი ცოცხლობს ზოგჯერ 5 წელიცაც ცოცხლობს რატომ ცოცხლობს იმიტომ რომ რძით იკვებება რძეში არის რძის ჰორმონები არის სიცოცხლის გამახანგრძლებელი ჰორმონები და როდესაც უკვე მეცნიერება წინ წავიდა და რამდენიმე კიდე შესასწავლი როგორც ახლა გითხარით რა თქმა უნდა მიხვდა რომ რძე გამოეყენებინა ხალხის სიცოცხლის გასახანგრძლებლად რეზისტენტობის გასაძლიერებლად და ამან თავისი დადებითი სიტყვა უკვე თქვა
ცხოვრებაში გამიგე და ამიტომ პატარა ბავშვები რო არიან და რო არიზდებიან შესაძლებელია ხომ ფუტკარის ზის ჰორმონებმა გაზარდოს ბუნება და ფუტკარი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული გამიგე და თუ მაგალითად ეს ჯაჭვი გაწყდა და თუ ფუტკარი არის ვერც ბუნება ვერ იარსებებს ეს ბუნება რო წარმოიშვა ფუტკარის მასთან ერთად ადამიანი ძალიან გვიანიდან გაჩნდა ქვეყანაზე მაგრამ რა თქმა უნდა ფუტკარმა და იმან რა ქვია მცენარეებმა დიდი ხანია არსებობენ და იარსები ვერ შესწრის ვერაფერი ფუტკარს ტყუილია დამტვერიანების სამუშაოდ ასრულებს და სადამტვერო სამსახური არის მთელი ისეთი სახელმწიფოები სადაც სადამტვერო სამსახურისათვის აყავს მას ფუტკარი და ფირაობს მეფუტკრის მეპატრონისაგან ოჯახებს და თითოეულ ოჯახში გარკვეული რაოდენობის თანხას უხდის სულ არ აქცევს იმას მნიშვნელობას იმ თბილისვენი დროის სარგებლე და ოჯახი რო მაგალითად დამტვერიანების დროს ხო მიყავს 4 ჩარჩო ფუტკარი სიტყვაზე ხო და იქ იმდენი ხანია ვიდრე ყველა დამტვერის სამუშაოს არ შეასრულოს არ მოართვეს მაგრამ სამაგეროდ იმან ხო ისარგებლა ყვავილის ტკბილიცვენით არა მაგრამ სუსტად ესია შეფასებული რომ ტკბილიცვენის სარგებლობისათვის რომ 100 ჯერ მეტად აჯილდოვებს ფუტკარი ყვავილის მეპატრონესო. ესე იგი მეპატრონეს არ აინტერესებს შენ თაფლი აქედან წაიღე თუ ყვავილის მტვერიზე გაიტანე, იმას აინტერესებს დამტვერვითი სამუშაოები და ამიტომ დამტვერვითი მიმართულება ბევრ სახელმწიფოს აქვს აღებული, რომ დამტვერვითი სამუშაოები ჩაატაროს. ჩვენთან მაგალითად შამქიმიკატების გამოყენება გორის ხარელი ხაშური კასპი რაიონებში სამრეწველო მეხილობის რაში მინიმუმამდე დაიყვანა ფუტკრები და თითქმის აღარ იყო. ამ პესტიციდების გამოყენებამ ენტომოფაუნას სასარგებლო გაანადგურა. გამიგეთ, არა წესიერად გამოყენება ვამბობთორე. თუ წესიერად გამოიყენები, იმას ახლავს თან ნებისმიერ პრეპარატს თავის გამოყენების წესები. თუ დაიცავი, არაფერი არ უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, რომ ყველაფერი გვეჩქარება, ასე წონა ვიცით, ვედრით ჩაყრიან, იმის მაგალითად ერთი ბანკა უნდა არავის კაცალეთი დასუსამს და აი ეგეთი დამოკიდებული არასერიოზული დამოკიდებულების გამო იყო რომ ენტომოფაუნა განადგურდა. გამიგეთ, ამიტომაც ჩვენთანაც წარმოიშვა იმისი აუცილებლობა და მე ვშიშობ რომ არ გამეორდეს კიდე ეს ამბავი და ჩვენ არ დავზარალდეთ მეფუტკრეები. გამიგეთ, აი ეს ფუტკარი რომ მოეყვანა ყვარლის საჯიშესთან დადეს ხელშეკრულება გორმა და იქიდან მარტის თვეში მოყავდა და აპრილის ბოლოს, როცა უკვე დაყვავილებული იყო ხები, მერე გაყავდა 12 და ყველას ფულს უხდიდნენ ამაში. ამას ცარილისკები არ მოყავდა, მართალისის ოჯახი მოყავდა, ძლიერი მიყავდა, თან ფულს ასაყოლებდნენ ზედ. მაგრამ მეურნეობა კმაყოფილი იყო, იმიტომ რომ დამტვერვითი სამუშაოებით იმან თავისი გეგმა შეასრულა. ამიტომ დამტვერვითი სამუშაოები პირველი ფუნქციაა ფუტკრის გაჩენის ამ ქვეყანაზე, რომ უნდა დაემტვერიანებინა, მაგრამ ის მე ადამიანს ჩაიხედა ხის ფუღუროში და ნახავი თაფლია, მე უკვე თაფლი მოუნდა მე და ასე შემდეგ და მე მოიყვანა მეფუტკრების განვითარების ისტორია მე თითქმის არც მოვყევი, რომ პირველად არის რა თქმა უნდა ნადირობა, მეორეზე იყო მეხეური მეფუტკრეობის პერიოდი იყო რამდენიმე საუკუნე გაგრძელდა და მეხეური რას ნიშნავდა? როდესაც პირველი ნადირობის დროს ფუტკარს ანადგურებდნენ, მე მოვიდა აზრზე ეს მეფუტკრეს ადამიანი ვინც ისარგებლა თაფლით, რომ რაღაცზე მოვსვე ეს ფუტკარი. მოდი, ეხლა დავინიშნავ მე ჩემ ხეს, სადაც არის ფუღურო და დანიშნა ხეები და ყველა ოჯახის პატრონმა სოფელში მაცხოვრებლებმა დანიშნეს ხეები და მეხეური მეფუტკრეობა ერქვა რა ეს ჩემი ხეა, ეს ჩემი ხეა, ეს ჩემი ხეა და ყველა მიდიოდა ადიოდა ზევით და იქიდან რაღაც ნაწილი თაფლს ამოიღებდა, მაგრამ ფუტკარს არ ხურცავდა, ინარჩუნებდა. მე იყო ამის შემდეგ გაავიდა რამდენიმე ათეული წელი და ალბათ 100 წელი დაიწყო უკვე გეჯების გაკეთება. გეჯები იყო ესე ხის მორია და მორში დასახლებული. ეხლა სახავდა აფხაზეთში ბევრია, იმერეთშიც არის, ის სადაც დღესთან დაახლოებული, აი მაიკოვსკის რაიონში ძალიან ბევრს ახავს გეჯებში ფუტკარი. გეჯებში რა არსებობენ ფუტკრის მონადირები ფუტკარზე მონადირები ნაყარი რომ მიდის და სახლდება ხის ფუღუროში, მერე მონადირე მიდის, იცის როგორი წესით უნდა ავიდეს და მოჭრის ამას მოხერხავს და მოიტანს და დაალაგებს თავის საფუძველში და ამას საქმე მეხეური უკვე კერძო მესაკუთრული ტენდენცია წავიდა. რატომ მოვსწრებ, არა მე ჩემი საკუთრება იყოს და ასე, მაგრამ მე უკვე როცა ჩარჩოიანისკები პროფოვიჩმა გამოიგონა 1914 წელს მე დადანმა და ბლატმა კიდევ და ასე დაიხვეწა თანდათან და დღეს ყველა უკვე კულტურულ
ფუტკრის ოჯახებში ყავს მოთავსებული და უვლით კარგად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩარჩოებს არ ვაზიანებთ, ფუტკას არ ავსპობთ, აი ყველაფერს სპობს ადამიანი, თორე ხის ფუღუროში რო იყო და თუ არ მივიდოდა ადამიანი იქა, ის ფუტკარი კარგად ვითარდებოდა, მაგრამ რაც იბარხელი შეყო ადამიანში, ის გააფუჭა, ის ჩამოიყვანა, მოჭდა, დაურღვია თავისი მშვიდი ცხოვრება ფუტკას გამიგეთ, მაგრამ ეხლა ჩვენი ვალია, რომ აი ჩვენ რო გადმოვიყვანეთ ამ კულტურულ სკეპში, შეუნარჩუნოთ ფუტკას სიმშვიდე, მოვერგოთ ფუტკრის ჭყვაზე, ჩვენ ჭყვაზე ფუტკარი ვერ იმუშავებს ხალხო, იცოდეთ თუ გვენდა რომ შენშენებურად გაკეთო, ეგრე არა, ფუტკრის ჭყვაზე უნდა ვიმუშავოთ, როგორც იმას მოერგება, როგორც იმას აწყობს იმის და მიხედვით. ზოგიერთი გადახრები გვაქვს, რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენ რომ მივუშვათ ფუტკარი და ხელოვნური ფიჭები რაზე გამოიგონეს, იმიტომ რომ საძირკვლად სამუშე უჯრედები გაუკეთეს, რომ იმაზე სამუშე ააშენოს. მაგრამ თუ ფუტკარი თავის ჭყვაზე მივუშვებ და თავისით ჩამოაშენებს, სულ სამამლეს ჩამოაშენებს. რატო სამამლე? იმიტომ რომ ადამიანმა შეუქმნა მამლის დეფიციტი. აღარ აძლევს საშუალებას, რომ სამამლე ააშენოს, გამიგეთ და ამიტომაც შეიქმნა ეს დეფიციტის გამო თუ კი სადმე კუთხეში კუნჭულში ადმის ნახავს, სულ ყველა სამამლეს ჩამოაშენებს. მამლები ჩვენ არ გვინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამალი არ იყოს. ოჯახი არსებობს პლუსი და მინუსი. მათემატიკაში დედრობითი და მამრობითი ოჯახში, ხო? როგორ შეიძლება მამალი და დედრის არსებობით არის ოჯახი წარმოდგენილი, მაგრამ ფუტკაში ცოტა განსხვავებულია. მამლებს მე ხოცამენ ფუტკრები, კი არ ხოცამენ გარეთ აყრიან და მარტო როცა უნდათ მაშინ აყავთ რა მამალი და მამალი არის მუქთახორა. ერთი მამალი 5-6 მეტრს აჭამს, ვიდრე მუშა ფუტკრა და არ შრობობს, მაგას შრომა არ არის. მამალი არის გაშლი მხოლოდ იმისათვის, რომ გაანაყოფიეროს ახალი გაჩენილი დედა თუ გაჩნდება. თუ უნდა შეინახონ იქამდე, ვიდრე ბუნება აყვავებულია, ვიდრე მოსალოდნელია ოჯახის გამრავლება, გაყოფა და იმას დასჭირდება მამალი. აი იქამდე და მერე უკვე რა თქმა უნდა გარეთ აყრიან. აი ეს არის ჩემი მოკლე მონახაზი, აი ამ ფუტკრის ისტორიაზე.